უკვე თვეებია თავსარიდებ საქმეს, რომლის გასაკეთებლადაც ზუსტად 15 წუთი გჭირდება. თან, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გიჭირს რომ გააკეთო. მე ბრაზდები საკუთარ თავზე რომ აი რა მჭირს, რატო ვერ ვაკეთებ, მაგრამ არ გაბრაზდე, ეხლავე აგიხსნი რომ ეს ყველაფერი მთლად შენი ბრალი არ არის. ზუსტად ეს შეგრძნება გამოვიარე ამას წინათ, მინდოდა ფრილანსინგის დაწყება. ამ ყველაფრის გადაწყვეტილება ძალიან მარტივი იყო, მაგრამ გაკეთება არც თუ ისე. ერთი დღე დამჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო, ორი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ აკაუნტი გამეკეთებინა და ერთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ეს აკაუნტი საერთოდ გამეხსნა. მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ წინააღმდეგობა, რომელსაც გრძნობდი, ნელ-ნელა უფრო იზრდებოდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნაბიჯის გადადგმას. და პიკს მიაღწია ზუსტად მაშინ, როდესაც მიზნამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა. ხშირად ვგონია, რომ პროკრასტინაცია ხდება სიზარმაცის გამო, მაგრამ რეალურად მას სრულიად სხვა მექანიზმი უმაგრებს ზურგს. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ამჟამინდელ იდენტობას არ უნდა რომ მოკვდეს. და რაც უფრო ვუახლოვდებით ცვლილებას, მით უფრო მეტად გვეწინააღმდეგება ეს ძველი იდენტობა, ანუ ძველი ეგო. და რეალურად იცავს თავს მის ხელთ არსებული ნებისმიერი რესურსით. სხვადასხვა თავის გამართლებებით და ხშირად ფიზიოლოგიური მეთოდებითაც კი, ანუ შეიძლება ფიზიკური დაღლილობა გვაგრძნობინოს წინასწარ. მაგრამ საინტერესო ის არის და მინდა რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოთ, რომ ამ წინააღმდეგობას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ინფორმაციას და არა როგორც ბარიერს. თუ კი დაბალია წინააღმდეგობა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ცვლილება ჯერ კიდევ შორს არის. მაგრამ თუ წინააღმდეგობა პიკს აღწევს, ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ უკვე ზღურბლზე დგახარ. სამწუხაროდ, ზუსტად აი ამ წინააღმდეგობის პიკში ნებდება უმეტესი ადამიანი, მაშინ, როდესაც რეალურად მისულები არიან უკვე დანიშნულების წერტილამდე. გონიათ, რომ ძლიერი შინაგანი წინააღმდეგობა არის იმის ნიშანი, რომ უნდა გაჩერდნენ. არა და რეალურად პირიქით არის. ამით მინდა დაგანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პერსპექტივის ცვლილება. იმის ნაცვლად, რომ ეს შინაგანი წინააღმდეგობა რაღაცა უარყოფით სიგნალად აღვიქვათ, შეგვიძლია რომ აღვიქვათ ინფორმაციად, რომელიც ზუსტად გვეუბნება, სად ვართ ჩვენი განვითარების გზაზე. ზუსტად აი ეს სიგნალი გახდება იმისი ინდიკატორი, მიუხედავად გარემოებებისა, რომ მიზანთან გაცილებით უფრო ახლოს ხარ, ვიდრე გგონია.